ხალბატონებო და ბატონებო, ეს არის ანსამბლი ბრავო მეტეხი. სხვათა შორის მოусმინეთ თქვენ სიმღერებს და მინდა გითხრათ, რომ ბრავო ჟერმეტი. სულ მეტირება მეტეხის სიმღერებზე. რატო გეჩ? რა ვიცი, თვითონასტირიან სიმღერებზე და აბა ხო არ გავიცინებ. ისე მეტირება ხო იცი. შენ რა გატირებს? ჩუდია. ბრავო მეტეხის წევრები ქუთაისში საქმის გასარჩევად შეხვდნენ ერთმანეთს და მუსიკალური ჯგუფი შექმნეს. ანსამბლი ბრავო მეტეხი 2004 წელს შეიქმნა და მას მერი არსებობს. მოკლედ ყველაფერს ეწევა ადამიანი რა. ანსამბლის ბიჭებს ხშირად ეუბნებიან, ნეტა უფრო ადრე დაგეწყოთ სიმღერა, აქამდე მოჩვენილები იქნებოდა. ბრავო მეტეხი, ურსა, იბერია, კიდე გაათვართ ქართველები. ბრავო მეტეხის სტილი მოიცავს ფოლკლორულ სინთეზს, ქალაქურ და თანამედროვე სტილთან ერთად, პლუს ესტრადას. ოღონდ ვინმე მოусმინოს და ყველაფერი გააერთიანოს. გუგა, ბრავო მეტეხი რატომ დაარქვეს? ისე არავინ და უძახებს ბრავოს და სახელში მაინც სერიოზია. გიორგი რუხაძე არის ჯგუფის ყველა სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი, სოლისტი და მეორე ხმა. ეგ კი არა, YouTube-ზე სიმღერებზე კომენტარებსაც თვითონ წერს თუ. ბრავო მეტეხის სოლისტის სიმღერის დროს ისე სიამოვნებით ატრიალებს თვალებს, ხმა რომ გამოურთო ვიდეოს გეგონება მართლა მაგრად მღერი. ბრავო მეტეხი ძირითადად სულ საზღვარგარეთ მღერის. აქ არ შეგვაწუხო და ბოსნია-ჰერცეგოვინაში რაც უნდა გისაკეთო. ბრავო. ისე ქუთაისში რომ გეიებლოთ, აქამდე შემოსვლამდე უფრო კარგად იღაძაეთ. ისე მართლა სულ საზღვარგარეთ რატომ მღერია? აბა აქ რასაც მაყურებელი ეძახის ესმით. ბრავო მეტეხის კონცერტზე უკანა რიგებში კოცნა არასოდეს დაფიქსირებულა. გოგოს რომ მაგათ კონცერტზე იყვანე, ის რაფრა გაკოცებს აი. ერთხელ ერთმა მილიონერმა ბრავო მეტეხის კონცერტზე ყველა ბილეთი შეიძინა და შეყვარებულთან მარტო უნდა დარბაზში დასწრებოდა. ახლა აღარც ფული აქვს, აღარ შეყვარებული. იყო. დოკუმენტალურ მასალას გვაცნო. გუგა, რამე კაი ვსქვათ ამ კაი ხალხზე? ბრავო მეტეხს მყინვარწვერზე არასდროს არ უშვებენ. ისე თბილად ღერიან გლობალურ დათბობას ხელს შეუწყობენ. რა იყო ახლა ესი? ისე აფილისტურად შევაქე, ჩემი თავი შემზის გდახტა. ქართულ სპორტსმენებს ბრავო მეტეხის სიმღერის ფონზე რატომ აჯილდოვებენ? მოწინააღმდეგეები რომ უფრო გამწარდნენ გას. ბრავო მეტეხს უზარმაზარი ძეგლი დაუდგეს. სად? რა იყო რომ წახვა სანახავად? არა. ისე ვიგებსა. წამონისე მალე წევიდეთ თეატრის თორე როგორც გევიგე ბრავო მეტეხის სტუმრობის ბოლოს სიმღერას აპირებშო. ადი ჩემო რო სტუმრებო, თუ რამე გეწყინათ, ჩვენ არ გვითხრათ. გასტროლებზე რო წახვართ, იქ უთხარით სმენეს და ნახოთ რა გააშრებთ. ბრავო. დიდი მადლობა. გუგა და ონისე.